დღეს ამოვედი სოფელში მთისუბანში, თურქეთთან ძალიან ახლოს უკვე საზღვარზე ვართ თითქმის და აქაც შემხვდა ჩემი გამოწერები. აბა მოგივყევით ამ სოფელზე. იგი უნდა მამას პიარი ამ სოფელს და მაგიდან. ხიხანის თაზე ახვედით? ვიყავით. კი ძალიან ბუნებრივი მაცივარი, კი ბატონო. მაცივრებისთვის იყენებენ პროდუქტს, დებენ რომ საჭმელი არ გაუფრთხილდეთ და ასე შემდეგ. შენ სახელით ხარ? ნუცა. ნუცა, რა საკეთებ ხოლმე სოფელში? რა ვიცი, ზიანი ამინდი რო არის, ძირითადად სტადიონზე ჩავდივარ. წვიმაში? წვიმაში, სახლში თვეები ბუხართან. კიდე დავაინტერესოთ ხალხი რომ ამოვიდეს აქედან. მდინარე კი არის, ეძახიან თვალის მდინარეაო, ასე ეძახიან აქ სოფლის მაცხოვრებლები, რომ არის თვალის მდინარეო, ანუ შიგნით რო ჩახვალ გითრევსო და ის სიმაღლეში რამდენიაო, ვირმეს არ დაუდგენია. ძალიან ღრმა არის და ანუ გითრევს წყალი შიგნით გახრჩობს. ძალიან ლამაზია. დავაშინეთ ჩაიშალიან იმ მდინარეში არ მგონი. ძალიან ლამაზია პროსტა. მოდი ბიჭო არ დასვენდი. ცოცხალი ხარ ძალიან კი, კი ბატონო. რა ლამაზი ბუნება. მთები არის ირგლივ, მდინარე გვაქვს. ხიხანის ციხეზე ჩანჩქერი ნახეთ? ჩანჩქერი არ გვინახია? ძალიან ლამაზია ეგ ჩანჩქერი და ძალიან გრძლად გრძელდება რა. აი ჩვენ ეგრევე ამოვედით ხიხანის ციხეზე და ჩანჩქერი გამოვტოვეთ. ჩამოდით მთისუბანში. გპირდებით დაუვიწყარ მოგონებებს. და ყველაზე ციუმაცი ვარ თან ბუნებრივს.